მანანა გთხოვ რა, ძალიან მაგარი იდეა მაქვს. მე ჩემი მეგობარი ვართ მარტო ეზოში და შეგიძლია რომ ჩამოვხვიდე თან, ისე მაგრად ვერთობით ერთი საქანელა საუკეთესო ჩვენ ხელით გაკეთებული და გაჩვენებთ და ძალიან მაგრად გავერთობით. მეც მინდა ეზოში ჩამოსვლა, მაგრამ რაღაც დავაშავე და დედა არ მიშვებს. დედა ჩამოვშვე მანას ეზოში. დედა გთხოვ, ჩავალ ცოტა ხანი რა, მართა და ნინა მარიამ ეძახიან. ჯედი მეცადინე და მერე. დედა ვიმეცადინე ყველაფერი. კარგად ვერ კითხულობ. და რა ვქნათ არ გიშვებს დედა. კარგად კითხულობ. აი მომიტანე და ნახავ თუ არ კითხულობ. მართა ჩაუშვა, ჯერა, მეცადინე კარგად. ხო დედა რა თქმა უნდა, კი, იმეცადინე. აი გიშვებს. Yes! წავედით და ვითამაშოთ ახლა ყველაფერი ეზოში. სამყურებას დაიწყებთ აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო. მოკლედ მეგობრებო, მოვედით უკვე ეზოში ჩამოუშვა დედა მანანა და ეს არის ნინა, ჩემი მეგობარი და მანანას მეგობარი. და მოკლედ დღეს გაჩვენებთ ძალიან მაგარი რაღაცებს, რასაც ჩვენ ეზოში ვთამაშობთ ხოლმე. პირველი ყველაზე მაგარი რაღაც ერთი რამეა, აი არსად არა. მე როგორც გონია, სხვა ეზოში არ არის ეგეთი რაღაცა. კი, ერთი რაღაცა. კი. ანუ თქვენ რას ამბობთ, რომ თქვენ ისეთ თამაშები გაქვთ, რომ ეგეთი თამაშები არავის არა აქვს? შეიძლება ერთი არის ისეთი. აი მაქსიმუმ ნ-ო სხვა არა. კაი, წავედით მაშინ მათამაშეთ ერთი. უნდა გავერთო. მაგარია, ყველა აქ არის. ამა ჯუნგლე, მე მართა. YouTube.com გამოიწერეთ 2 ერთნაირის. არხი. ნინას აქვს საყურე ფანქარი, ხო? რა მაგარია. მე ამი. აბა, ეხლა მანანას ინტერვიუ გავუკეთოთ, როგორ მოეწონა ეს გასართობი. ძალიან კარგი იყო, დაუწერდი 10-დან 8-ს და 8-ს იმიტომ, რომ ცოტა საშიშია მელამის შევასკდი რაღაცას. ახლა მოდი გადავიდეთ მეორე გასართობ თამაშზე, რასაც ეზოში თამაშობთ და ვნახოთ. მოკლედ შემდეგს ქვია ტურნიკები, მოკლედ რა ჩამოსაკიდია და მანდ რაღაცებს ვაკეთებთ მე და ნინა და წამოდი მანანა. ვაიმე მართო. ვაიმე. მოიცეთ. აი მათ ეგრე მეც ვიცი. აბა მიდი მართა რა გასწავლე. არ შემარცხინო მართა. ყოჯახ მართა. ტაში ხალხო. ტაში. ტურნიკებიც მშვენიერი იყო, უბრალოდ თოკები ჯობდა, ტურნიკებს დაუწერდი 7-ს, მაგრამ კარგად გავერთე. და აი გავერთობოდი ხოლმე რა, საერთოდ ორივეზე გავერთობოდი, უბრალოდ ნახოთ, იქნებ რაღაცა ისეთებიც გაქვთ, რადგანაც ეგრე თავი მოგაქვთ და ფიქრობთ რომ ყველაზე მაგარი რაღაცა არ აქვს თუ გონი თამაშები. არა, კაცო გვაქვს და შემდეგი თამაში არ არის. შემდეგი რა არის? თამაში არ არის. უნდა ვიპოვოთ ჯერ. თუ მოვა და მერე გაიგებთ. მოვა. რა მოვა? ცოცხალი არსება. მოკლედ, ჩვენ ყავს ერთი ძაღლი. ცოტა ბუთქუნა. სადაა, აბა ვნახოთ. მე როგორც მითხრეს ადრე მანანა ქვია. რა? ძაღლი ყავთ და მანანა დაარქვით? არა, მანანა ერქვა. კაი, სად არის მანანა? ეგ ჩვენზე არ არის, დაბმული არა ყავს. ანუ გარეთ არის, შეიძლება მოვიდეს, შეიძლება არა. კი ბატონო. და კატებიც ყავს, ერთ კატას ვაჭმევდით ახლა, არ ვიცი სადა. კარგი, რა იქნება შემდეგი აქტივობა, მოდი მართამ გვითხრას. შემდეგი აქტივობა მანანა რაც ეზოში ვაკეთებთ ხოლმე არის რა თქმა უნდა ჭამა. ანუ ყველა ჩამოგოხს ხოლმე ისლამი ლარი ორი ეგრე და მე ვყიდულობთ რაღაცებს რა ერთად ნაყინს, ჩიფსებს. თან შეგვიძლია გავაჩინოთ საჭმელები. ხო. ჩვენ უკვე იმდენად სპეციალისტები ვართ საჭმელში. ყიდვაში. 1 2 3. აი, ხარი. ვაუ, აი ეს უკვე მესმის. რა თქმა უნდა. აბა გაშალეთ უფრა გოგოებო.
ვახ, რა სუფრა. აი მანე შეხედე ეს სიროკი ხო შენ ძალიან გიყვარს შენთვის გავაჩინეთ. აბარა. და წვენები. ანუ შენი აბა ბავშვობაში რეებს თამაშობდით ხოლმე მიდი. გეტყვი. ანუ ჟიშ თუ გქონდათ რამე ესეთი რამე ჩვენ ეს სიტყვაობანა. არა ჩვენ კიდევ ამონგავს თამაშობდა ხუჭობანას რა და მოკლედ ბევრ რამეს რა. ჩემ ბავშვობაში ახლა მოგიყვებით რას თამაშობდით. ჩემ ბავშვობაში ყოველ დღე ისტერიულად ზაფხულში უწუწაობდით. ყოველ დღე თამაშობდით წრეში ბურთს, აი წრეში ბურთი შეგვეძლო, გვეთამაშა მთელი დღე. ჩვენ და კიდე არავის არ უნდა რატომაც წეშბურთ, მარტო მე და კიდე ერთ ბავშვს უნდა ხოლმე რა. რა ზოგს მკითხო რა. რატომაც არ უყვართ ბავშვებს. ხილა ჩიფსი აქვს. კიდე ბაყაყობანას თამაშობდით. ბაყაყობანა იცით? ერთმანეთს უნდა გადავხტე, ხო? კი. კიდევ თამაშობდით. აუ, კიდე იცი რას თამაშობდით? კიდე კარts თამაშობდით ძალიან ხშირად და კიდე ის აი ჩვენი ნაკლეკები თუ რაღაცები გქონდა და ჯეირანს თამაშობდით სულ ჯეირანი და კარტებზე აი ესე უნდა დაგვერტყა და ამოგვებრუნებინა. ეგ იმ საქართველოს ბართები არის იყიდება და მაგას ჩვენ თამაშობთ ხოლმე. კიდე მივდიოდი ხოლმე შორს და გარაჟებზე დავხტოდით და ვიღაცები მოგწდევდნენ და ძალიან მცელქობდით. კიდე ვიღაც კაცს ვაბრაზებდით ხოლმე და ეგ იყო ჩვენი საღამოს რიტუალი ყოველთვის. კიდე ცოტა ცუდი ბავშვები ვიყავით. კიდე რაღაცების მოსაპარად მივდიოდით ხოლმე ნებისმიერი ხილის და ყველაფრის, ანუ თუთების და რაღაცების. და იქაცა. და მერე სულ გვეჩხუბებოდნენ ხოლმე. მერე 1-2 თვე აღარ გვიშვებდნენ. ხან ვიპარებოდით სად და ხან სად. მგონი თქვენ არ იპარებით ხოლმე, ხო? არა კაცო. აი ჭკვიანი თაობა მოდის, ჩემი თაობა იპარებოდა. ესენი არ იპარებიან, ყოჩახთ გოგოები. ეს შენ ახლა 10 დაცხრის რო იყავი იპარებოდი? კი, ყველგან ვიპარებოდით. ანუ თქვენ არ გაქვთ ალბათ საჭიროება რომ გაიპაროთ. მე შეიძლება არსად არ გავეშვი, ჩვენ არ გვიშვებდნენ არსად და თქვენ რო თქვათ ეხლა რომ სადმე გავისეირნებთო, შეიძლება გაგიშვათ და მე არ გამიშვებდნენ. და აი ეხლა თქვენ რო პიკნიკობთ მაგალითად ყოველ დღე, ჩვენ ეგ რო პიკნიკობდით, რა ვიცი, ანუ ორ თვეში ერთხელ. და დედას და მამას ვართმევდი ხოლმე 40 თეთრს, იმიტომ რომ ნაყინი ღირდა 40 თეთრი, 2 თეთრიანი წარმოიდგინე 40 თეთრი ღირდა ნაყინი და კიდე მიყვარდა ძალიან კორჟიკი, რომელიც ღირდა ასევე 40 თეთრი და ვიყავი უბედნიერესი. ხო და ამდენ ფულსაც არავინ არ გვაძლევდა. აი გადაბმულად რამდენი საათი ყოფილხართ ეზოში? ერთხელ ეთი პირველზე შეიძლება ჩავედით და ამოვედით 12 წუთებზე. ვაიმე. კი. ჩვენ რეკორდია 12-20 წუთი. მართლა? და რეკორდს მომყარი, რეკორდებს. კი 12-20 ნახევარი. და მე ამოვდივარ ხო. კიდევ თამაშობდით ხოლმე დახუჭობანას. ხო, ეგ ჩვენ ჩვენ თანაც. თამაშობთ მაგას. მაგრამ ანუ ბავშვებს უფრო ღამე ახსენდებათ და მე ზოგს არ უნდა ღამე ეთამაში. ხო. ან კაია ბავშვობა ხო? ძალიან. აი გინდათ რომ გაიზარდოთ და დიდები იყავთ? არა. არა? რატო? ოდნავ. სამსახურში უნდა ვიარო და აბა მე რო პატარა ვიყავ, მინდოდა რომ დიდი ვყოფილიყავი. მე ხანდახან აი ხანდახან რა სკოლაში არისო. ანუ შეიძლება დღე იყოს, რაღაცა გაყვეთ. აი ხანდახან, იმიტომ რომ ხანდახან აი შენ ხარ მაგალითად აი ხო ისე მუშაობ რომ აი სახში და რაღაც ხარ და მეთქი ვფიქრობ ვაიმე მანანა ესე როგორ არაფერს არ წერს არის სწავლობს მეთქი არაფერს ისეც ხო მაგრამ მე ხო სულ კითხულობ და ხო სულ წერ ხოლმე ხო მაგრამ ეგ შენ გინდა რომ დაწერო თორე ჩვენ არ გვინდა დავალებები რომ დავწეროთ ნინა შენ ხა მოგვიყევი როგორ გაიცანი მართა ერთ დღეს ალექსანდრა მეძახის და ჩამოდიო რა მე ჩავედი დიდი ხანი არ ყოფილა ეზოში ხა სულ ბიჭები იყვნენ გოგოებს არავის არ ვიცნობდი და მე კი რა ეხლა ვერთობოდი მაგრამ მე უკვე მოვიწყინა ბიჭურ თამაშობ მე ვიღაცები მაგ გაგასწრო ჩამოვედი და დამხვდა ერთი ბავშვი ანუ კექვია და მართა ასე რაღაცებს აკეთებდნენ ეხლა ასე ხოლმე გავეცნო და ერთხელ იქეთ გავედით საფხული იქნებოდა რა ყვავილი იყო მართამ ჩაიდო პირში და შეჭამა? არა შეჭამა მე გადმოაგდო მაგრამ ანუ პირველ დღიდან მეგონა რუსნაური იყო მაგრამ მე ნორმალური გახდა ანუ პირველ დღეს მართა რო გაიცანი ყვავილი შეჭამა მართამ? რატო შეჭამეთ ყვავილი? რატომ შეჭამეთ ყვავილი? ეს ჯოვიდე გემო მაინტერესებდა და მაინც ნინა რო გაიცანი მაგ დროს? ხო, ეგ არის ის რა გვია. მოკლედ, ამ აქტივობას შევაფასებდი 9 ქულით, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. რატო? 10.
და მოდი გადავიდეთ შემდეგ აქტივობაზე. მე სხვანაირად ვარ, ანუ კიდე მართლა სხვანაირად. ესენი ასე ივსებენ და მე უბრალოდ, არა, ამას არ ვყიდებ პირს, უბრალოდ ეს ხება. ვარ გამოუხერხებელია ეს. რამდენი წყალი დალია? ხახო, ჩემი მთლიანი სახელი არის ნინა მარია. ან ნინა არის. ნინა მარია ვარ. მე მოკლედ ჩვენი მეოთხე აქტივობა არის სიმღერა. Yeah. ანუ ბეთლს ვაკეთებთ, ვდგებით ორი ადამიანი, ან სამი თუნდაც და ნახულობთ უფრო კარგად ვღერის. ხო, ანუ ჯერ მე ვმღერი მაგალითად, მე ნინა მღერის და მე ვინმე უნდა შეგვაფასოს რა. თუ როგორ მღერით, ხო და ესე ვაკეთებთ. ჩერდი. ხანდახან ცეკვაზეც ვაკეთებთ ხოლმე. ხანდახან ცეკვაზეც ვაკეთებთ ხოლმე, ეგრე სიმღერაზეც. და ხო და ვაფასებინებთ მესამე ბავშვს. ხო და ძალიან მაგარია და მოკლედ. აი აქ მესამე ბავშვი არის მანანა. კი ბატონო, ანუ თქვენ იცეკვებთ, იმღერებთ და მე შეგაფასებთ. Something in a way, look into my eyes. Don't know if he'll make it out alive. Bike so dirty, but so sweet. Talk so pretty, but your heart got it. Late night, devil, put your hands on me. მოკლედ სამწუხაროდ წვიმა დაიწყო და გადაღებას ვეღარ გავაგრძელებთ. პირველ რიგში მადლობა დედას რომ გამომიშვა ეზოში და მათამაშა ბავშვებთან ერთად ძალიან მაგარი აქტივობები გქონდათ. მართლა და კიდევ უამრავი აქტივობა დარჩა და ვისაც გინდათ რომ მეორე ნაწილი გადავიღოთ, აუცილებლად დაგვიკომენტარით და აუცილებლად გადავიღებთ მეორე ნაწილსაც. ჩემი აზრით, რა ვიცი, უკვე 4 აქტივობა გავაკეთეთ. ბოლოს ნინას უნდა ეცეკვა და აუცილებლად მომდევნო ვიდეოს გავხსნით ნინას ცეკვით. ამიტომაც დალაიქეთ ვიდეო და თუ გინდათ რომ კიდე გადავიღოთ ესეთი ვიდეოები, აუცილებლად დაგკომენტარეთ, დალაიქეთ ვიდეო, გაზიარეთ და არ ვიცი. თქვენ რა სიტყვით, ნინა? მე მომეწონა ეს დღე, კაი იყო. ვიცი, ახლა წვიმამ ჩაგვიშხამა. თუმცა ეს იყო მეგობრებო ჩვენი ეს უმაღლესი დღე. უმაგრესი დღე. მოკლედ ეს იყო მეგობრებო ჩვენი უმაგრესი დღე. ძალიან კარგად გავერთეთ მგონი და აბა ნახვამდის აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ და თუ მეორე ნაწილის გამოშვება გინდათ, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ.